ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელის ადრესატები პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო მმართველი გუნდის მიერ ამ სამი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურ ცნობასა და აკრძალვის თაობაზე სარჩელს დიქტატურად აფასებს. ნაციონალურ მოძრაობას და პარტია ახლებში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ გადაწყვეტილი ეყოლება თუ არა იურისტი მოპასუხის სახით, თუმცა ზუსტად იციან, რომ ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ. რაც შეეხება ლელოს, მათ პარტიების აკრძალვის საკითხი სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ განმარტება გააკეთა თუ ვის შეეხებოდა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ჩამონათვალშია ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო. მოთხოვნას ქართული ოცნება 500 გვერდიანი დასკვნით ამყარებს, რომელიც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა. ქართულ ოცნებაში აღნიშნულ პროცესს ისტორიულ მომენტს უწოდებენ და განმარტავენ, რომ სარჩელი ორი ძირითადი კრიტერიუმისგან შედგება. პირველი, რამდენად არაკონსტიტუციური იყო კონკრეტული პარტიის ქმედება და მეორე, რამდენად შეეძლო დაეზიანებინა მას ქვეყანა. მმართველ გუნდში განმარტეს ის თუ რატომ არ მოხდა ასაკრძალ სიაში გახარია საქართველოსთვის პარტია. უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ეს პარტია 4 ოქტომბრის მოვლენებს გაემიჯნა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო. ამ პროცესს ისინი დაასრულებენ. ეს არის მათი რუსული დავალება. ეს ჯერ კიდევ 2024 წელს ივანიშვილმა დაანონსა თუ არ ვცდები 29 აპრილს, როდესაც დიდი მიტინგი ჩაატარეს ქართული ოცნების. მაშინ და ბუნებრივია ამ პროცესს ისინი შეეცდებიან, რომ ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები ცალსახად არის ჩვენ სასარგებლოდ. ჩვენი ბრძოლა, როგორც კონსტიტუციური სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური გაგრძელდება, ვინაიდან პარტიები არ ცვლიან რეჟიმებს. რეჟიმებს ცვლის ხალხი, პარტიები ამისთვის არის ინსტრუმენტი და ვინაიდან დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს, ჩვენ მათ შორის გამოვიყენებთ ქუჩის ინსტრუმენტს. ვიბრძოლეთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, რეჟიმს დავანიშნებთ ახალ და სამართლიან არჩევნებს. პარტიების აკრძალვას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ მოიშორონ პოლიტიკური ოპონენტები, როგორც ხდება რუსეთში, როგორც მომხდარა ბელარუსში და საქართველოც ასეთი ტიპის ქვეყანა არის დღეს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. მას სურს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გააქროს. სარჩელი ჯერ არ გვინახავს, თუმცა შინაარსი ჩვენთვის ცნობილია. შეუძლებელია სამართლებრივად იყოს ის დასაბუთებული, გამომდინარე იქიდან, რომ ეყრდნობა არაკონსტიტუციურ ნორმებს. ოცნების ლოგიკის ამოხსნა არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის არგუმენტი და არგუმენტიც გუშინ ბატონი პაპუაშვილისგან მოვისმენთ. განსაკუთრებით ეს ეხება ლელოს. საერთოდ ვერ ხსნით, რატომ მოხდა ლელო ამ ეგრეთ წოდებულ ასაკრძალ პარტიათა სიაში და რა თქმა უნდა ჩვენი მხარდაჭერა ლელოს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და მის განაყოფებს, თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, რომ თუ პარტია იმსახურებს დამარცხებას, პირველ რიგში ეს პარტია უნდა დაამარცხო არჩევნებით და პოლიტიკური გზებით და ზოგადად აკრძალვა ეს არც ერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონსტიტუციურ ნაბიჯად. ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ესეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აზიანებს ქვეყანას და ამისი მტკიცებულებები არსებობს უამრავი, მათ შორის უკვე საჯაროდ 6 თვის განმავლობაში საგამოძიებო კომისიაზე, რაც მოძრაობა თავისი ფილიალებით არ უნდა არსებობდეს, რაც იქნება იმის საშუალება ქართულ პოლიტიკაში, რომ ბოლოს და ბოლოს ოპოზიციაშიც არსებობდნენ ისეთი ძალები, რომლებიც შეიძლება კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არ აზიანებდნენ ქვეყანას. სულისუნარიანი და თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის განსახორციელებლად არის აუცილებელი შესაბამისი პოლიტიკურად დაბინძურებული ველი ამ კრიმინალების, რომლებიც პოლიტიკურ მანტიაში იყვნენ გახვეული, აიწმინდოს ამ გვარი ძალებისგან და ქვეყანაში გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ მონოპოლიზირებული კრიმინალებისგან მონოპოლიზირებული პოლიტიკური ველში მათი ადგილი ჩანაცვლეს ჯანსაღი ოპოზიციით.